ჩვენ ჩამოვედით მაიამიში UFC-ის 2-გზის მსოფლიო ჩემპიონის ილია თოფურიას საწვრთნელ ბანაკში, რათა ვნახოთ, როგორ მიმდინარეობს მისი მომზადება ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ ისტორიული ბრძოლისთვის, რომელიც თეთრ სახლში გაიმართება. ილია, დიდი მადლობა, რომ კარი გაგვიღე შენ საწვრთნელ ბანაკში. როგორ ხარ ძმაო? ძალიან მიხარია თქვენთან ერთად აქ ყოფნა. სიმართლე ისაა, რომ როცა ახლობ ნაკვირდები, კარგად ჩანს, როგორ მიდის მთელი ეს მომზადება. შენს ხომ კარგად გვარდნებდი თვალს. დიახ, ჩემი შეჯამება ასეთია, იდეალურ ფორმაში ხარ. ჯასტინ სერიოზული პრობლემები ექნება. მეც ასე ვფიქრობ, სიმართლე გითხრა. როცა ამ ყველაფერს ახლოდან უყურებ, ხვდები, რომ ის ნამდვილად შავ დღეშია. პრობლემები აქვს, ნამდვილად პრობლემები ექნება. ფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში და პროფესიულ კარიერაში საუკეთესო ფორმაში ვარ. თავს ენერგიით სავსედ ვგრძნობ და მოუთმენად ველი ბრძოლე. მე, რომელიც ნიუ-იორკიდან ჩამოვედი, შემიძლია ვთქვა, რომ მაიამი ძალიან მაგარი ქალაქია, როგორც იტყვიან ხოლმე. ქალაქია, სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობ. როგორ ატარებ ამ კვირებს მაიამიში? მთელი გუნდი უკვე აქ არის ჩემთან ერთად. მემზადებით ამ ბოლო დასჩენილი კვირებისთვის და მზად ვარ. სიმართლე გითხრა, როგორც უკვე აღნიშნე, თავს საოცრად მომზადებულად ვგრძნობ. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, ვაუ, მართლა საუკეთესო ფორმაში ვარ მეთქი. ვერ ვითმენ, რომ ვიგრძნო ის ენერგია, რომელიც თეთრ სახლში იქნება. ძალიან აღელვებული ვარ ყველაფერით, რაც გველოდება. როგორი აქვს ცხოვრება? საოცარია, მე ძალიან მიყვარს. სიმართლე გითხრა, ძალიან მიყვარს და ამ ქალაქს ნაკლს ვერ მოუწევნე. ერთადერთი მინუსი ის არის, რომ ესპანეთში არ ვარ. მაგრამ მე დავბრუნდები. ესპანეთი ჩემი სახლია, იქ ცხოვრობენ ჩემი შვილები, ჩემი მშობლები, იქ არის ჩემი მთელი ოჯახი. უბრალოდ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე დამჭირდა აქ ჩამოსვლა, მაგრამ მალე დავბრუნდები და მუდმივი კონტაქტი მექნება ესპანეთთან. იმ კავშირის გამო, რაც გამაჩნია. და გენატრება ყველაზე მეტად ესპანეთიდან. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, თუმცა ჯერჯერობით მონატრებისთვის დროც არ მქონია, მაგრამ როგორც გითხარი, არც მქონია რომ მომენატრო, სადგან სულ წინ და უკან ვივლი, სულ ამ ორ ადგილს შორის ვიქნები. როგორ მიდის საწვრთნელი ბანაკი? საოცრად, საოცრად. ესპანეთში დაიწყებ, ხომ? დიახ, ესპანეთში დავიწყებ. თუ გეუბნები, საბოლოო ჯამში ჩემი ცხოვრება ერთი უწყვეტი საწვრთნელი ბანაკია. სულ ვარჯიშობ. ყოველთვის ვცდილობ მაქსიმალურად ფორმაში ვიყო. მერე კი როგორც კი მეტოქის ოფიციალურ დასტურს ვიღებ, ვარჯიშები უფრო სპეციფიკური ხდება და კონკრეტულ დეტალებზე ფოკუსირდებით. თავს უძლიერესად ვგრძნობ. მართლა. ისე ძლიერად ვგრძნობ თავს, რომ ჯასტინს ვერანაირ შანსს ვერ ვუტოვებ. თუმცა ეს ბრძოლაა და ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთმა დაღმამ შეიძლება შეცვალოს ყველაფერი. მაგრამ მაშინ იღბა და სასწაულებს უნდა დავუხდნოთ. რაც ხანდახან ხდება ხოლმე, მაგრამ ახლა არ ვჯერათ, რომ ეს მოხდება. მოდი ვისაუბროთ შენს გუნდზე, რადგან კარგი გავუიღეთ, დავინახეთ, რომ ეს არის შეკრული, მაგრამ ამავდროულად ფართო წრე. ანუ შენ ჩამოიყვანე ჯიუ-ჯიტსუს მწვრთნელები, რა თქმა უნდა, ყავს ჭიდაობის მწვრთნელები, თავარი მწვრთნელი, ფის მომზადების მწვრთნელი. როგორ აფასებ შენს გუნდს? მე ვიტყოდი, რომ თითოეული მათგანი, ვისაც აქ ვხედავ, დამატებითი ღირებულებაა. ჩემთვის თითოეული მათგანი სხვადასხვა მიმართულებით არის საჭირო. ყავს მანი და მატიასი პარტნიორისთვის. ყავს გურამი, ყავს ხავი, ყავს გაიო, ყველანი აქ არიან. და ჩემი ძმა, რა თქმა უნდა, რომელიც ყველაფერს მთავარი საყრდენია. ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ. მამაჩემის ჩამოვიყვანეთ, პირველად ხდება, რომ ის ამ ფორმით მონაწილეობს ჩემს საწვრთნელ ბანაკში. სიმართლე ისაა, რომ ძალიან ბედნიერები ვართ და ამ ყველაფერს ძალიან პოზიტიურად განვიცდი. აი, რასაც გეუბნებოდი, აქამდე ასე კარგად ვერ ვახერხებდი ყოველი წამით თქმობას, ახლა კი ნამდვილად სიამოვნებას ვიღებ. 14 ივნისს საუკეთესომ გაიმარჯვოს. მე სრული რწმენა მაქვს, რომ საუკეთესო მე ვარ. გაიმარჯვოს მან, ვინც ყველაზე მეტ შრომობს და მჯერა რომ ყველაზე მეტს მე ვშრომ. ასე რომ მეტი რა შემიძლია გითხრა. მე ყავს ჩემი ცხოვრება და ის ადამიანები, ვინც გასმახვევია. მოდი თეთრ სახლში იმ ვიზიტზე ვისაუბროთ. ეს რაღაც ისტორიული და განსხვავებული იყო. შენ პრეზიდენტთან საუბრობდი კიდეს. კალმებიც კი წამოიღე, რაც შენს YouTube არხზე ვნახე. მოგვიყევი, რა მოხდა. კალმების ისტორია ძალიან მაგარია. იქ რომ დავინახე, როგორ აწედა ხელს, გულში ვთქვი, უნდა ვთხოვო მეთქი, იმიტომ რომ ძალიან ლამაზები იყო. მერე მივედი და ვკითხე, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ მომცეთ მეთქი.
მან კი მიპასუხა, რა თქმა უნდა, რამდენიც გინდა აიღეო, ხოდა მეც ავიღე, ოჯახმა არ დამჭირვები, ძალიან ბუნებრივი მომენტი იყო. მასთან ხომ ისაუბრე, კითხე გილის თუ რატომ გაჩუბებდნენ გეიჯისთან. კი, ეგეც და მე ხომ მიცინე პოლიტიკაში ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი ფიგურების მიმართ აღქმა ყოველთვის სხვანაირია. არ იცი რას უნდა ელოდო მათგან. მე ვიცნობ ბევრ გავლენიან ადამიანს მსოფლიოში, მაგრამ ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კაცი. ამიტომ არ იცი როგორი შეხვდება. და უცებ შენს წინაშე ჩვეულებრივ, ხოჭ შესმული ადამიანი, ნორმალური, ღიარული, რომელიც ყველას მიმართ ყურადღებიანია, ხუმრობს კიდეც, ძალიან თავაზიანია. მან ძალიან გამაუცა, მე კი ხომ იცი, კრიტიკა გარდაუვალია. მაგალითად ხელი უკვე ჩამოართვაო და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის ეს ასია, მე ამ ყველაფერთან საერთო არაფერი მაქვს. მე დამიძახეს ჩემი საქმის გასაკეთებლად, მეც მივედი და ჩემი სრული პატივისცემა გამოვხატე. ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია, ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია. მე ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ხომ იცი, ომები ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული? ნამდვილად ასია. არის კიდეც ერთი თემა, რომელიც ძალიან დიდ ინტერესს იწვევს საერთაშორისო MMA წრეებში. ეს არის შენი მეგობრობა ალექს პერეირასთან. ნახეთ, რომ ჯეტშიც კი მიიწვია ერთად წასასვლელად, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ მეგობრობიდან, რომელიც დიდ ყურადღებას იპყრობს. მე როგორც სპორტსმენს და როგორც ამ სპორტის ფანატს, მის მიმართ უდიდესი აღფრთოვანება მაქვს. უყურებდი, როგორ მოვიდა UFC-ში და როგორი ზრდა ჰქონდა. ჩემთვის ის აიდოლია და გარდა ამისა დიდი სიამოვნება ისეთი ადამიანთან დროის გაზიარება, როგორიც ის არის. მოკლედ, ორივე ერთსა და იმავე დანიშნულების ადგილზე მივდიოდი. კითხე, როგორ აფლიებდნენ წასვლას და დავყადეში. უთხარი, თუ გინდათ ჩვენთან ერთად წამოდიეთ მეთქი. მათაც მიიღეს შემოთავაზება, რადგან ზუსტად ამ კვირაში მისი მწვრთნელის დარბაზში ვარჯიშობ. საოცარი ხალხია, სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგი ხალხი. ამ სამყაროში ძალზე იშვიათია შეხვდე ასეთ თავაზიან და პროფესიონალ ადამიანებს, რომლებმაც ასეთ დიდ წარმატებას მიაღწიეს და მაინც ინარჩუნებენ ამ ავთენტურობას. ყოველთვის მიყვარს ასეთი ადამიანებით გადამოწვა, ალექს კი უმაგრესი ტიპია. სწორედ პერეირასთან დაკავშირებით და მის დასაცავად შენ მცირე შელაპარაკება ერთგვარი დაპირისპირება ჰქონდა ჯოშთან. რა მოხდა იქ? მე თვალებს ვერ უჯერებდი. ბევრ პრეს-კონფერენციაზე ყოფილვარ და ყველაფერი მინახავს, მაგრამ არათუს მინახავს ვინმე ფეხზე წამოდგარიყო და სხვის დედაზე ესაუბროს ასე ბინძურად. ეს იყო უდიდესი უპატივცემულობა. ალექსი კი რადგან გარშემო დიდი ხმაური იყო, ყველაფერს კარგად ვერ ხვდებოდა. მე კიდევ ვფიქრობდი, არ მჯერა, რომ ამ ყველაფერს ეუბნება მეთქი. თან ყოველგვარი საჭიროების გარეშე, იმიტომ რომ მასთან ბრძოლასაც კი არაპირი. აი რისთვის, შენ შეგვიძლია ისაუბრო მეორე მებრძოლის პროფესიონალიზმზე, შეეხო მას, ამას პრობლემა არ აქვს, ამაში ჩვეულები ვართ. ვიცით, სადაც მივდივართ, მაგრამ სხვის დედაზე ამ ფორმით საუბარი, მოკლედ, სისხლი ამიდუღდა. ვიფიქრე, ჰეი, ჩვენ აქ ასეთი მაგალითი არ უნდა მივცეთ ხალხს მეთქი, ხომ იცი? ჩვენ ხომ მილიონობით ადამიანი ვიყურებთ, შენ კი რა ფორმით საუბრობ? როგორც დავინახეთ, საკმაოდ კარგი მიზანი გაქვს, რადგან ის პატარა თავსახური პირდაპირ მიზანში გაართ. დიახ, ვერ ავაცილებდი და იღბლიანია, რადგან იქ ამდენი დაცვის თანამშრომელი იყო, თორემ მოკლედ ერთ-ერთი ჩვენგანი დაზარალდებოდა და ის ერთი მე ნამდვილად არ ვიქნებოდი. მოდი ჯასტინ გეიჯზე ვისაუბროთ. საინტერესო ბრძოლაა, სტრაიკერია, ისტორიული მებრძოლი. მას ბონუსების კაცსაც კი ეძახიან და ეს მიზეზ გარეშე არა. ტექნიკურ ასპექტში როგორ უყურებ, როგორ უდგები ამ ბრძოლას? ის დიდებული ტიპია, დიდი მებრძოლია, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ამ სპორტში. რამდენჯერმე მithkoms კიდეც, რომ მე როგორც ფანი საკმაოდ დიდი მიმდევარი ვარ მისი სტილის, რადგან მომწონს ის ფორმა, როგორადაც თავს წარმოაჩენს ოქტაგონზე. ნამდვილი მებრძოლია, მაგრამ ტექნიკურ დონეზე, უნარების დონეზე მას ჩემგან ძალიან შორს ვხედავ. ახლა ბევრი იტყვის, არა ეს ქეთ მაღალია, ყოველთვის ასე ლაპარაკობსო, მაგრამ მაჩვენე, რომ ვწდები. ერთ ოქტაგონზე ვიქნები 14 ივნისს. მიჩვენე, მე დიდი ეჭვი მეპარება, რომ მან საერთოდ რამის გაკეთება შეწყდა. მე 100% დასწრუნებული ვარ. სრული რწმენა მაქვს, რომ მას პირველსავე რაუნდში დავაწინ.
ვეღანარი შანსი ვერ ვხედავ მისთვის, საიდანაც უნდა შევხედო. მართლა ძმაო, მინდა შანსი მოგცე, რომ თუნდაც იმაზე ვიფიქრო, რომ ერთ რაუნდს მაინც გავუძლებ მეთქი. მაგრამ არა, ვერ ვხედავ ამას ვერც ერთი მხრიდან. თეორიულად ისე ჩანს, რომ შენ ხარ ძალიან ორგანიზებული, კვიანი სტრაიკერი, ის კი ქაოსში უფრო ძლიერდება. არ ვიცი, გაქვს თუ არა ეს აღქმა, თუ ბრძოლა ქაოტური გახდება, მას მეტი შანსი ექნება. მაგრამ ბრძოლა ქაოტური რატომ უნდა გახდეს? მე არ ვარ ქაოტური. მე სიმშვიდე შევმაქვს მთელ ამ ქაოსში და როცა ქაოსია, სწორედ მაშინ ვცდილობ მაქსიმალურად მშვიდი დავრჩე. ასე რომ, სწორედ ამას გეუბნები, ვიცით ჩემი უნარები მენტალურ, ტექნიკურ და ფიზიკურ დონეზე. არ ვიცი, რით უნდა გამაოცოს. მე გეტყოდი მაგალითად ლოუ-კიკები, მარჯვენა overhand-ი. ნახე, რის გაკეთებასაც შეიძლება ეგ აბსოლუტურად ნათელია. შეიძლება გამოვიდეს ლოუ-კიკებით, ეცდება წინ ფეხზე წამო მომაყენოს, შეიძლება ზემოთაც დააპიროს ფეხის დათმა, რადგან ჩემ ზოგიერთ ბრძოლაში არის იმის პრეცედენტები, რომ რამდენიმე დათმა გამეპარა. მაგრამ ჭიდაობას არ მგონია ჭიდაობას მიმართოს. თუ ჭიდაობას მიმართავს, კლინჩიდან გამოსვლის შემდეგ მას ენერგიის ძალიან დიდი დანახარჯი ექნება. ამიტომ არ ვიცი, აიჭევს თუ არა ამ გზას, რადგან კარგი, შენ შეიძლება იჭიდაო, მაგრამ მერე ფეხზე დგომა ან ბრძოლაში დასჩინას ხომ მოგიწევს. ასე რომ ფიზიკურად გეუბნები, რომ 1000-ჯერ უკეთ ვარ მომზადებული ვიდრე ჯასტინი. უბრალოდ გვერდით უნდა დამაყენო მასთან და თვალითაც კი აშკარად ჩანს. რეალობა ისაა, რომ თქვენს შორის არანაირი პირადი მტრობა ან პირადი უთანხმოება არ არსებობს. პატივისცემა დიდია. ამ შემთხვევაში შენი აზრით, რომელიც სპორტული ისტორია აღწევს საუკეთესოდ ამ ბრძოლას, თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს თეთრ სახლში ხდება. რაც ამ ბრძოლას მიმზიდველს ხდის, არის ის, რომ ჯასტინი ნამდვილი მებრძოლია, სანახაობრივი. ესეთი მებრძოლია, რომლის ყურებაც ხალხს უყვარს. ასე რომ, ეს ორი ადამიანის ძალის საინტერესო გადაკვეთაა, რომელზეც წინასწარ იცი, რომ უმაღლეს დონეს აჩვენებენ. რა თქმა უნდა, მე ჯასტინზე ასე იმიტომ ვსაუბრობ, მას ჩემს უნარებს ვადარებ, მაგრამ ფანებისთვის ეს მაინც სუპერ მიზიდველი ბრძოლაა. ასე რომ, მე როგორც ფანი ამას ავიღებ როგორც უმაღლეს ბრძოლას, თანაც ისტორიულ ღონისძიებაზე. Entonces, no sé, yo como fan veo esto como un combatazo y aparte en un evento histórico. ეჭვგარეშია ისტორიული მოვლენა. ქაღალდზე უმაგრესი ბრძოლა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ შენ აჩქარა ფავორიტი ხარ. ეს შენთვის სულისთიან გაღელვებს თუ არ გაინტერესებს. ორივე მხარეს ყოფილვარ აუტსაიდერიც და ამ ბრძოლაში ფავორიტი ვარ. ჩემთვის სულისთია. ეს უბრალოდ ხალხის აღქმა. ერთ ბრძოლაში ფავორიტი ხარ, მეორეში არა. ჩემთვის სულისთია. მოდი, სარეზერვო მებრძოლზე ვისაუბროთ. დენა უაიტმა გამოაცხადა, რომ ოფიციალური ბექაპი არმად სარუკიანია. მე მას პრეს-კონფერენციაზე ვკითხე და თქვა, რომ ჯასტინ გეიჯის შემდეგ ის არის მომდევნო პრეტენდენტი. შენ თუ გადიხარ ორმაგ მომზადებას იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე ტრავმას მიიღებს და არმად სარუკიანი შემოაშენთან საბრძოლველად. როგორ უყურებ ამ ყველაფერს? ერთადერთი, რაც მას ბრძოლაში შეუძლია მოიტანოს, არის ჭიდაობა. მე კი ვჭიდაობ, მას შემდეგ, რაც ამ სამყაროში საერთოდ რამე მახსოვს და ცნობიერება გამაჩნია. მაქსიმალურად მზად ვარ ნებისმიერი სცენარისთვის მემზადები. უბრალოდ მზად კი არ ვარ, ზუსტად ვიცი, რის გაკეთებასაც შეიძლება ბრძოლაში. გამოვიდო და სულ ნერვიული იქნებოდა და შეეცდებოდა იმ დომინაციის მოპოვებას, რაზეც ვსაუბრობ ხოლმე, რასაც ისინი ეძებენ. შეეცდებოდა ამ დომინაციის პოვნას თავიდანვე ჭიდაობით, მაგრამ ძალზე მალე მიხვდებოდა, რომ მე სულ სხვა ცუმისგან ვარ მოზელილი. მიხვდებოდა, რომ საერთოდ არ ვგავარ არავის იმათგან, ვისაც ის აქამდე შეხვედრია. იმედომ, რომ ეგ არის ზუსტად თემა. ხომ იცი, ისინი UFC-ში ბრძოლებს აგროვებენ, ზოგიერთში კარგად მესტით საქმე, ზოგში არა, მაგრამ მე ყველას ჩვეულებრივ მებრძოლებში ვეშლები. ამავდროულად ძალიან მოყვარს ოქტაგონზე ის მომენტი, როცა ხვდებიან, რომ არა, რომ ეს არ არის ის, რაც ეგონათ. გრძნობენ რაღაც განსხვავებულს, გრძნობენ რაღაც განსაკუთრებულს, გრძნობენ იმას, რაც ცხოვრებაში არ უგრძნიათ. ვისთანაც გინდა გქონდეს ნაოდიჩები, ჩემნაირთან არასდროს გივარჯიშია. არასდროს გივარჯიშია ისეთთან, ვინც არის ისეთი ტექნიკური, ისეთი ჭკვიანი, ორგანიზებული და დისციპლინირებული, როგორიც მე ვარ. ამიტომ როცა ეს მომენტი დგება, პანიკაში ვარდებიან. მით უმეტეს არმანი, რომელსაც მოდი პირდაპირ ვთქვათ, პატარა ბავშვი გუაქვს.
ის უბრალოდ პატარა ბიჭია, რომელიც თამაშს თამაშობს. ფიქრობ, ის მდიდარი ტიპის თამაშს თამაშობს და სინამდვილეში აცი ის არ არის მდიდარი დასმაომისი. უამრავ მდიდარ ადამიანს ვიცნობ და არც ერთის ქცევა ასეთი არ არის. ის უბრალოდ თამაშობს თამაშებს. საათებს და მანქანებს ყიდულობს და შემდეგ რუსეთში აგზავნის გადასყიდად. ას და გეუბნები, მდიდარი კი არა, ერთი საცუდავი ლუზერია. და რა მოხდებოდა ამ ბრძოლაში, ეს რეალურად მოხდეს. მაგალითად, ერთი კვირით ადრე შემოგთავაზებდნენ არმანს. ის არ იჩხუბებდა, ერთი კვირით ადრე უნდა უთხრა, რომ ჩემთან უნდა იჩხუბოს, არ დათანხმდება. ის იქ მხოლოდ წონის დასაფიქსირებლად მოდის, რადგან ჩემს ბრძოლებზე სულ რეზერვში სვამენ. იმიტომ რომ ჩემი ბრძოლები მასაც მნიშვნელოვანია და არ უნდა რომ ჩაიშალოს, ამიტომ სჭირდებათ ვინმე დასხოვისთვის. ისიც მოდის იქ, რადგან წონის ჩაბარებისთვის ფულს უხდიან და რადგან ისეთი ტიპია, ვისაც ფული სჭირდება, აბა სხვაგადა თელი დღე ბრძოლას ხომ არ იმათხოვებდა. უკვე ვამთავრებთ, მაგრამ გარემო ფაქტორზეც მინდა მეკითხა. ილია, საბოლოო ჯამში ეს რეაქციის ქვეშ ხდება, გადახურულია, მაგრამ ტენიანობა მაინც არის. მართალია, მაიამიშის დიდი ტენიანობაა და ეს შენს ადაპტაციას ხელს უწყობს, მაგრამ თუ იმზადები რაღაც განსაკუთრებული გზით რეაქციის ქვეშ საბრძოლველად. დიახ, ვერც ვარჯიშობთ რეაქციის ქვეშ. ვცდილობთ შევეგუოთ და მივიღოთ ის შეგრძნებები, რაც გარეთ ვარჯიშს ახლავს, რათა ამ ტენიანობას მივეჩვიო. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, ალვარო, ის არის, რომ ზუსტად იმავე პირობებში, რაშიც მე ვიქნები, იქნება ჩემი მედოქი, ასე რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება, ყველაფერი კონტროლდება. ისლამ მახაჩევზეც მინდოდა მეკითხა. სამაგი გვიგვენი, ეს თემა მაგიდაზე იდო, რეალობა რომ შეიძლებოდა მომხდარიყო. ეს უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი, თუ ჯასტინ გეიჯის მოგებ, როგორ ფიქრობ, UFC გააკეთებს ამ ბრძოლას? ხომ იცი, მე არ მიყვარს ეს, თუ მოუგებ. ეს ბრძოლა უკვე მოგებულია. ჩვენ ის აქ მოვიგეთ. სისხლით, ოფლითა და ცეცხლით. გალიაში გასვლამდეა მოგებული. ჯასტინის შემდეგ ისლამთან ჭუბი? სიმართლე გითხრა, არ ვიცი. ჩემი ცხოვრების ისეთ წერტილში ვარ, სადაც მიჭირს ჩემს პროფესიულ კარიერაზე წინა სამეტყველებების გაკეთება. ეს არაერთი რაც ყველაზე მეტად მინდა არის ამ დონეზე დარჩენა. იმიტომ რომ ეს არ არის ადვილი. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ცხოვრება მიმართულებას გიცვლის, ჩემთვის ცხოვრება შეიცვალა. ასე რომ არ ვიცი რა იქნება ის, რაც ამ ბრძოლის შემდეგ კვლავ მომცეს მოტივაცია. იმედია ამ ცეცხლს კვლავ შევინარჩუნებ და დანარჩენს მერე ვნახავთ. მაგრამ რა მოხდებოდა იმ ბრძოლაში? ილია ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ეს ის ჭუბია, რომლის ნახვაც აბსოლუტურად ყველას უნდა მსოფლიოში. მასლა, მე თავს მსოფლიოში საუკეთესო ათლეტად ვუგრძნობ. აი ასე ვუგრძნობ თავს, საუბრთა თავს ასე ვაიდენტიფიცირებ. ამიტომ 100% დარწმუნებული ვარ, რომ მას მოვუგებდი. თან მოვუგებდი ზუსტად იმ ფორმით, რა ფორმითაც მე მომინდებოდა. შემეძლო მისი დასაბმითება ან ნოკაუტით დაფინიშება. აი ეს არის ჩემი აზრი. ვიცი რომ წინასწარმეტყველებები რთულია. ახლა ნამდვილად დავამთავრებთ, მაგრამ UFC ესპანეთი არის ალბათ ერთ-ერთი მიზანი, რაც კარიერაში გაქვს ჩამოსახცევი. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ის საწყლებს შორის განსხვავება და რამდენად რთულია ნომრიანი ღონისძიებების ევროპაში ჩატარება. ფიქრობ, ამ ეტაპზე, სადაც UFC იმყოფება, დროის სხვაობის თემა უკვე აღარანაირ პრობლემასაც წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ მათ განაახლეს სატელევიზიო უფლებების ხელშეკრულება. თუმცა ისიც ვიცი, რომ იყო ძალიან სერიოზული ღრმა მოლაპარაკებები ესპანეთში UFC-ის ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს არის შესაძლებლობა, ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ ეს ძალიან მალე მოხდეს. უფრო მომავალს არა? ხომ გეუბნები, არ ვიცი, შეიძლება შენც და მეც გაგვაოცო. და დენა უაითის მომდევნო განცხადება იყოს, ჩვენ მივდივართ ესპანეთშიო. და ახლა კი მართლა ეს არის ბოლო კითხვა, ილია. დარბაზში დავინახეთ, რომ მიესალმე გილერმო რიგონდოს, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონს, რომელიც როგორც ადამიანის უმაგრესია. ლეგენდა, მანქანა, მან გამახსენა კრივი. ილია, კრივიც ხომ იქნება შენს გეგმებში? ძალიან მინდა. კრივი ნამდვილად არის ის, რაზეც ვამოყვანე. ვაუ, ძალიან მინდა მეთქი, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიჩხუბებდი ვინმე დიდდა. ვინმე ნამდვილთან, ვისაც უკვე დამკვირვებული სახელი აქვს. ვინმესთან, ვინც დამეშემატებს ჩემს სპორტულ კარიერას, რომლის აშენებაც ასეთი დიდი შრომის ფასად დამეჯდა. არ ვისურვებდი ჩემი სახელის სასწორ ზედადებას ვინმე უსახელოსთან, მხოლოდ ფულის გამო. რაიან გარსია მაგალითად ის უმაგრესი ბრძოლა იქნებოდა, ძალიან მინდა. თან ჩემთვის ძალიან კომფორტულ ჩუმად ვხედავ რაიან გარსიასთან დაპირისპირებას. ხედავ, რომ მას ბევრად უფრო ადრე გავხდეხა უჯეს საქმემ საჯების გადაწყვეტილებამდე მივა. და ეს ნამდვილად ბოლოა, ილია. რა მაგარი ზრდა, როში არენა. 14500 ადამიანი. ჩვენ უკვე გარკვეულ ხანია მეუბნები ეს ბოლოაო. იქიდან ფონზე ჩემი გუნდი მიყურებს და მანიშნებს. უკვე სადღაც 6 ჯერ მითხარი, ეს ბოლოაო.
ეს ნამდვილად ბოლოა. კარგი ჟურნალისტი ვარ, ხომ ხედავ ეს ნამდვილად ბოლოა. რას გიკითხებოდი ზრდაზე 14500 ადამიანზე. ეს საოცარი იყო, რეკორდი იყო კომპანიისთვის. საოცარი ატმოსფერო იყო, აბსოლუტურად ყველა გბილოცავდა, ვინც იქ იყო. სიმართლე გითხრათ, ძალიან მესიამონა ამის გამოცდა და ამდენი ხალხის ნახვა, ვინც იმ სპორტის ფანია, რომელიც მე ასეთ ძალიან მიყვარს და რასაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი. საბოლოოდ ამ ზრდის დანახვა და მისხურება თუ როგორაა ხალხი ჩართული, უკვე იწყებენ სპორტსმენების გაცნობას. კათა უკვე მეკითხებიან, ის ორი ჩხუბობსო, ეს ორი ჩხუბობსო. ეს ძალიან მიყვარს, ხომ იცი? ხალხი უკვე რეალურ ცოდნას იძენს ამ სპორტის შესახებ, რაც არ არის ადვილი. მიაჩუო ხალხის სპორტს, რომელზეც 2-3 წლის წინ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. სავსე სტადიონების ყურება გულს სიამაყედ მისცემს. უზომოდ მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც ამ პროექტის ნაწილია, რაც ყველას ასეთ დიდ იმედს და ენთუზიაზმს გვაძლევს. ამ პრომოუშენის ნაწილად სიამოვნებით აკეთებ, ხომ? ძალიან სიამოვნებს, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ბრძოლების ორგანიზება ჩემთვის ძალიან ერთობლივი და სახალისო პროცესია. ახლა მომდევნო ღონისძიება ლისაბონში გვაქვს და ეს არის ჩვენი პირველი ნაბიჯი საერთაშორისო ტერიტორიის დასაფრობად. და აქედან გაჩერებას საერთოდ არ ვაპირებ. ვფიქრობთ მხოლოდ ზრდაზე, იმაზე რომ კვლავ ბევრი კარგი რამ გადაგვხვდება თავს და წავართ უკეთესიდან კიდევ უფრო უკეთესისკენ. ჩვენც იქ ვიქნებით ესპანური MMA-ის ზრდის გვერდი. ილია, დიდი მადლობა შენი საწვრთნელი ბანაკის კარის გაღებისთვის. ეს იყო ინტერვიუ UFC-ის 4-გზის მსოფლიო ჩემპიონთან, ილია ელ მატადორ ტოფურიასთან.